და ეს არის ისტორიული დღე, რადგანაც პირველი თავზე ასეთი მხატვრული ჩანახატი დაწერილი არის მომსახურებო ვექცელზე პირველ ქალ ლიდოვზე, რომელმაც გადაიღო მრავალი ფილმი. საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს, როგორ დაუწერე ეს პატარა ჩანახატი. იდეაში ეს დავალება, რომელიც მომწეს სკოლაში, სწავლობს სერვანტესის სახელობის გიმნაზია აიაჩესში და თავიდან არ ვიცოდით, როგორ დამეწერა ხალხმა საერთოდ და ამიტომაც მივიდა მამაჩემს კილოჯერდეს, რომელიც ახლა ვიდეოს მიღებს. ცხოვრება დამხმარებოდა, რადგანაც ისიც ბავშვობიდან განსახული არის ხალხური ნაწარმოებების წერაში. და ზოგადად ჩვენი ოჯახი როგორთგანვე ჩართული არის ამ ლიტერატურულ საქმეებში. შეეცადა ახსნა, მაგრამ არ გამოვიდა, უფრო დამაბნია და მისმა ბოლოს რომ ჩემი გმესა და არ დაწერა და ამის 12 საათზე დავრიქიდან დავიწყე წერილი. მანამდე გაბრაზებული ვიყავ ჩემი თავზე, რადგანაც კიდევ ერთი დავალება მქონდა სკოლიდან, რომელიც არ გამომივიდა კარგად და სიმრავლეს ვაბრალებ, რომ ასე გაიაჭრავნიდა. თორემ დავწერე წავაკითხე მამაჩემს, ასევე ბაბუაჩემს და მათ ძალიან მოეწონა და დაუკავშირდნენ ქალბატონ თამარს და სთხოვეს, რომ დაეფიშა ჟურნალ ანეულში ეს პატარა პროექტზე ბაბუაჩემი, რომელიც ასევე არის ლიტერატურაში საკმაოდ გამოცდილი. დაუკავშირდა ქალბატონ თამარს და სთხოვებას, რომ დაეფიშა ჩემი მხატვრული მოთხრობა და საბედნიეროდ დავიწყეს და ეს არის მისი დაბადების გასაჩქარი ჩემთვის. პირველ აპრილს მართლა ვერ მოუსწრო, მაგრამ მაინც აპრილი არის და ერთდროულად დაბადების გასაჩქარი. I'm